ვახტანგ გორგასალს ასევე უკავშირდება აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ აღმშენებლობით საქმიანობას ძალიან კონკრეტული მიზნები ჰქონდა. ერთი ის უკავშირდებოდა ქვეყნის თავდაცვით უნარიანობის გამტკიცებას, იმიტომ რომ ამ რეფორმების შედეგად ის უნდა მოჰყოლოდა კიდევ რომ ირანის გავლენისაგან ქართლი განთავისუფლებულიყო. და მეორე, მაგალითად ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა ითხოვს ახალ საეპისკოპოსოებს, ეს ნიშნავს ითხოვს ახალ ეკლესია მონასტრებს, და მოგვიანებით ვიტყვით ჩვენ მე-6 საუკუნიდან ახალ ეკლესიებს, ახალ ტაძრებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი ძალიან ფართე მასშტაბით არის წარმოდგენილი. ვახტანგის დროს აღაშენა ნაშენებითა უზომოთა ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა და კაზმავთა მხედართა და განამზადებდა ბრძოლად სპათა. ქართლის ცხოვრების ეს ჩანაწერი თუ ეს ცნობა ძალიან კარგად გვიდასტურებს იმას, რაც ჩვენ ვთქვით, ანუ ეს აღმშენებლობითი საქმიანობა უკავშირდებოდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ზრდას და ხდებოდა წინაპირობა სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლების დაწყებისა. ჩვენ ვიცით, რომ ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება სულ რომ არაფერი თბილისის დაარსება და რა თქმა უნდა კარგად გახსოვთ გარკვეული ლეგენდა ამ მოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ ის, რომ თვითონ თბილისი როგორც დასახლებული პუნქტი ბევრად ადრინდელია, ვინმე ვახტანგ გორგასლის ხანა, ის ბრინჯაოს ხანაში უკვე არსებობს როგორც გარკვეული გამაგრებული ადგილი, როგორც დასახლებული ადგილი. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრებიც, აქ აღმოჩენილი ნასახლარები და სამარხები. ვახტანგის მეფობის დროსაც აქ ძლიერი ციხე ქალაქივითაა, ძლიერი ციხე სიმაგრეა, ოღონდ ის ეკუთვნის არა მეფეს, არამედ ის ეკუთვნის სპარსეთს და აქ სპარსული გარნიზონი დგას, სპარსი მოხელე ციხის თავი მართავს ამ ციხეს და აქედან აკონტროლებს სპარსეთი მცხეთას, ამიტომ თბილისის დაუფლებას და თბილისის გადაქცევას როგორც არა მარტო დედაქალაქად, არამედ როგორც ქართულ ქალაქად ყველაფერთან ერთად ეს წმინდა სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თუ თბილისი ვახტანგის ხელში აღმოჩნდება, მაშინ სპარსეთი დაკარგავს ქართლზე კონტროლის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს, ციხე ქალაქ თბილისს. უმეტეს თუ თბილისი საქართველოს ქართლის დედაქალაქი იქნება, ის პუნქტი რომლითაც ქართლი სუსტდებოდა სპარსეთაგან, გადაიქცევა ქართლის გაძლიერების მთავარ პუნქტად, ხო, მის დედაქალაქად. შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რომ ვახტანგს ენება თბილისში გადმოეტანა დედაქალაქი და თუ ამას ნებისმიერ შემთხვევაში მას აუცილებლად დაჭირდებოდა თბილისის, თუმცა უკვე არსებული დასახლებული პუნქტის კიდევ უფრო მეტად გაშენება, ამიტომ ცნობა რომ თბილისი გააშენა თუ ააშენა ვახტანგმა თლად საფუძველს მოგდებული არ არის, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ მისი მემკვიდრე დაჩის მეფობიდან თბილისი ქართლის პოლიტიკური ცენტრი, ანუ დედაქალაქია, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ცნობა ძველი საისტორიო თხზულებებისა, რომ ვახტანგმა დაგეგმა თბილისის დედაქალაქად ქცევა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს. რატომ უნდა დასჭირვებოდა ვახტანგს თბილისში დედაქალაქის გადმოტანა? ჩვენ ვიცით, რომ მცხეთას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს ქართლის დედაქალაქობისა ამ დროისათვის, ვიცით, რომ მცხეთა კარგად გამაგრებული ქალაქია და ვიცით, რომ მცხეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მცხეთის დაკნინება, მოსახლეობის გათხელება მცხეთაში სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისი დედაქალაქად იქცა. ამაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთი თითქოს გითხარით უკვე, რომ ვახტანგს შეიძლება სურდა თბილისი ხელიდან გამოეცალა მისი მოწინააღმდეგე სპარსეთისაგან და ის ექცია სწორედ ქართლის პოლიტიკურ ცენტრად. მეორე, თვითონ თბილისის მდებარეობა
ეძლეოდა ამის საშუალებას. თბილისი უფრო ღია ადგილას არის, თუმცა არანაკლებ კარგად დაცულია ვინმე მცხეთა შემოზღუდულია მთებითა და ვიწრო ხეობაშია განფენილი, რაც მისის გაზრდის პერსპექტივას ფაქტიურად სპობს. თბილისი ამ მხრივ სრულიად განსხვავებული მდებარეობის არის. მეორე ისა, რომ თბილისით უფრო კონტროლდება აღმოსავლეთი რეგიონები საქართველოსი, არა მარტო კახეთი მაქვს მხედველობაში, რომელიც თითქოს მცხეთისაგან მოწყვეტილია, არამედ დღევანდელი კახეთი, არამედ ქვემო ქართლი, თბილისი ესაზღვრება, თბილისი ემიჯნება ზუსტად ამ რეგიონს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობა ყოფილა სამეფო ხელისუფლების გავრცელების თვალსაზრისით ქვემო ქართლში, როდესაც საუბრობდით ვარსკენ პიტიაჟზე, საუბრობდით შუშანიკის წამების დათარიღებაზე, უბრალოდ იაკობ ხუცესი როგორ ათარიღებს და ბოლნისის სიონზე. ამიტომ რა თქმა უნდა, მას პოლიტიკური მნიშვნელობა ამ მხრივადაც ექნებოდა. ანუ თბილისი მდებარეობდა ისეთ ადგილას, რომლითაც ის ტერიტორიები, რომელთა გაკონტროლებაც უფრო ჭირდა, იქნებოდა უკეთესად გაკონტროლებული. და კიდევ თბილისი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, მცხეთაზეც გადიოდა ეს სავაჭრო გზა, მაგრამ თბილისის ტერიტორია უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნიდა თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ამ საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა ვაჭრობაში ამ ქალაქს ცენტრალური ადგილი დაემკვიდრებინა. კიდევ შეიძლება ერთ გარემოებაზე გავაკეთოთ ჩვენ აქცენტი, თუმცა ფრთხილად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რაღაც თვალსაზრის ვარაუდს ვამბობთ, რომ ვახტანგი რეფორმატორი მეფეა და ჩვენ ვიცით თუ მაგალითად რამხელა წინააღმდეგობა მოჰყოლია მის სურვილს ეკლესიის რეფორმისა, ხო? ამიტომ და როგორც ყველა რეფორმატორ მეფეს მასაც მოწინააღმდეგეები ყავს და არა მხოლოდ ვარსკენისა და მიქაელის სახით, არამედ სხვა შეიძლება უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ადამიანების სახით. მცხეთა ძველი ქალაქია, მცხეთაში ძველი არისტოკრატიაა თავმოყრილი. მცხეთაში მეფეს ბევრი მეტოქე შეიძლება აღმოაჩნდეს, არა მეფობისა, მაგრამ მაინც მოწინააღმდეგეთა დასგულისხმობ. ახალი დედაქალაქი კი ნიშნავს იმას, რომ მეფე გარკვეულწილად ემიჯნება ამ ძველი არისტოკრატიით დასახლებულ ძველ დედაქალაქს და ქმნის ახალს, რომელიც მისი მოწინააღმდეგე, მისი რეფორმების საპირისპირო განწყობის მქონე კი არ არის, პირიქით მისი მხარდამჭერია, მისეულია, მისგან შექმნილია. სხვათა შორის ასეთი ფაქტები შეიძლება ეს არ იყოს სწორი ვარაუდი, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ არსებობს ესეთი მოსაზრება და მე არც თუ უსაფუძვლოდ მეჩვენება ეს, მაგრამ ასეთი ფაქტები არაერთი იცის მსოფლიო ისტორია. მაგალითად, როდესაც მარადიული ქალაქიდან, რომიდან დედაქალაქი აღმოსავლეთით ბიზანტიონში გადაქონდა კონსტანტინე იმპერატორს, რომის იმპერატორს, მას მხედველობაში რამდენიმე გარემოება ჰქონდა, არა მხოლოდ ის, რომ იტალიის ჩრდილოეთი ტერიტორიები ბარბაროსთაგან უკვე მორბეული იყო და აღმოსავლეთ ნაწილი იმპერიისა შედარებით დაცული გერმანელ ტომთა შემოსევებისაგან. ესეც იყო, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი, მაგრამ მეორე ის, რომ კონსტანტინეს აქვს უდიდესი რეფორმა განსაზღვრული. მან პირველი ქრისტიანი იმპერატორია, იცით თქვენ ეს. მან ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად გამოაცხადა მილანის ედიქტის მიხედვით. 325 წლის ნიკიას კრება ფაქტურად ქრისტიანობას იმპერიისათვის სახელმწიფო სტატუსს ანიჭებდა, სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ანიჭებდა. ძველ რომში კონსტანტინეს ეს რეფორმა
წარმატებული შეიძლება ვერ გამოსვლოდა, იმიტომ რომ ძველი რომაული არისტოკრატიის ქალაქია, სადაც ყველაზე ნაკლებად არის ქრისტიანობა გავრცელებული, სადაც ყველაზე მეტად არის ძლიერი ძველი წარმართული რომაული არისტოკრატია, რომელიც ამ ნაბიჯებს რელიგიურ საკითხში იმპერატორისა ალბათ სოლიდურ წინააღმდეგობას გაუწევდა. ბიზანტიონში კი, რომელიც კონსტანტინოპოლად აქცია, მოწინააღმდეგე ქვეყნის გაქრისტიანების გზაზე მას არ ეყოლებოდა, იმიტომ რომ ეს რეგიონი ქრისტიანებით არის დასახლებული და პირიქით არა წინააღმდეგობის კერა გახდებოდა დედაქალაქი, ანუ როგორც შეიძლებოდა რომი გამხდარიყო ამ გზაზე, არამედ ქრისტიანობის გავრცელების მსურველი იმპერატორის მხარდამჭერი გახდებოდა კონსტანტინოპოლი, იმიტომ რომ ვიმეორების ქრისტიანები დასახლებული იყო და ქრისტიანულ ერთ-ერთ რეგიონს წარმოადგენდა. შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს თქო ეს პარალელები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც სიმართლესთან მაინც რამდენადმე ახლოს ალბათ დგას, რომ ვახტანგს სწორედ რეფორმატორ მეფეს გადმოეტანა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში, რათა მას აეცილებინა ძველი არისტოკრატიის, რომელიც მცხეთაში მძლავრობს და მცხეთაშია თავმოყრილი, გავლენა, უარყოფითი გავლენა მის მეფობაზე, ან დაპირისპირების კერის მაგივრად ის ახალ ქალაქში დამკვიდრებულიყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს ვახტანგის დროს არ ხდება, ეს დაჩის დროს ხდება, მისი მემკვიდრის დროს, როცა დედაქალაქად მცხეთის მაგიერ თბილისი იქცევა. კიდევ რა შეგვიძლია ჩვენ ვახტანგ გორგასლის აღმშენებლობით საქმიანობაზე ვთქვათ, და ჩამოვთვალოთ და ძალიან გთხოვთ მე რუკაზე მოძებნოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა საშუალება რუკა წარმოვადგინოთ, ამის წარმოდგენა ძალიან იოლი იქნებოდა, მაგრამ ძალიან პატარა იქნებოდა, იქ მაინც არ გამოჩნდებოდა, ამიტომ შევიკავეთ თავი, მოძებნოთ აი ეს ქალაქები, ეს დასახლებული პუნქტები, ეს ციხეები, ეკლესიები, რომლებსაც ეხლა ჩვენ ჩამოვთვლით, ეს არის ხორნაბუჯი, რომელიც საქართველოს ისტორიულ მხარეში, ჰერეთში დაარსდა. რატომ იყო საჭირო ჰერეთში სამეფო ქალაქის დაარსება? რომ ჰერეთი ახლად დაჭერილია, ჰერეთი უკიდურესი აღმოსავლეთ პერიფერია, იქ ნაკლებად არის ტრადიცია ქართლის მეფის მორჩილებისა, იმიტომ რომ წესი ქართლის ან უკიდურეს პროვინციას წარმოადგენს, ან ნაკლებად არის იქ გავრცელებული ქართლის სამეფო ხელისუფლება. სწორედ ჰერეთში ხორნაბუჯის მეფის მიერ ამ სამეფო ქალაქის დაარსება იყო ერთგვარი საშუალება სამეფო ხელისუფლების გავრცობისა ამ პროვინციაში, ამ მხარეში, ანუ სამეფო ხელისუფლებას ჰერეთის სამეფო ხელისუფლებისადმი დამორჩილების საშუალებას იძლეოდა. იგივეს ვიტყვით ჩვენ კახეთში დაარსებულ ქალაქებზე და მათ შორის ჭერემზე, კლარჯეთი, რომელიც სამხრეთ საქართველოს აქ დაარსდა არტანუჯი, რომელიც ძლიერ ციხე ქალაქს წარმოადგენდა მურვანყრუს ლაშქრობამდე და მურვანყრუს ლაშქრობის შემდეგ განადგურებული აშოტ კურაპალატმა ტაო-კლარჯეთის სამთავროს ფუძემდებელმა ის აღადგინა, რა თქმა უნდა უფრო დიდ ქალაქად აქცია, იმიტომ რომ ეს უკვე არა ციხე ქალაქი, არამედ ამ სამთავროს ცენტრი გახდა და შემდეგ უკვე არტანუჯი ტაო-კლარჯეთის სამეფოს ცენტრიც ხდება. მანვე გაამაგრა და ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ზუსტად უჯარმის ციხე ქალაქს, რომელიც თბილისის დედაქალაქად გამოცხადებამდე მცხეთასთან ერთად მეფის სამყოფლად წარმოადგენდა. ასევე ქალაქებთან, ციხესიმაგრეებთან ერთად ვახტანგის სახელს უკავშირდება ეკლესიების აგება. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მირიან მეფემ პირველი ტაძარი ააგო მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძარი, რომელიც ხისგან იქნა აგებული,
და ზუსტად ამიტომ ეწოდება მასეთი ცხოველის გარკვეული ლეგენდა გადმოცემა ამასთან დაკავშირებით არსებობს კიდეც. ვახტანგ გორგასლის დროს ეს ხის სვეტი ცხოველი ქვის სვეტი ცხოველით შეიცვალა. შემდეგ ვიცით რომ მეფე გიორგი პირველის დროს მე-11 საუკუნეში უკვე ახალი ქვის ტაძარი აიგო, რომელიც დღესაც ასე მამაყადარის დგას და დღემდე მოღწეულია და კიდევ იქნება მრავალი 1000 წლის მანძილზე. გადმოცემის მიხედვით სწორედ აქ აი ამ მისგანვე აგებულ ქვის სვეტი ცხოვლის ტაძარში არის დაკრძალული ვახტანგ გორგასალი. მას აუგია ნიქოზის, ნინო წმინდის, ჭერემის, შელეთის, ჟალეთის და სხვა ეკლესიები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვახტანგის პოლიტიკური მოქმედება აძლიერებდა მისი აღმშენებლობითი საქმიანობა და ესეც ქვეყნის გაერთიანებისა და თავისუფლებისათვის გამართული ფრონტის, ანუ ბრძოლის ფრონტის შემადგენელი იყო.